სისტოლური შუილი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური. როდესაც ბავშვს ნახულობს პედიატრი პირველივე თვის განმავლობაში, შეიძლება აღინიშნებოდეს ეს სისტოლური შუილი. ამიტომ, რომ განვასხვაოთ პათოლოგიური სისტოლურისგან, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ გულის ეხოსკოპია, რომელსაც ექოკარდიოგრაფია ეწოდება. ექოკარდიოგრაფიული კვლევით ჩვენ დავადგენთ პათოლოგიური არის ეს თუ ფიზიოლოგიური. ამიტომ სისტოლური შუილის დიაგნოსტირების შემთხვევაში ჩვენ შეგვეშინდება ჩვეულებრივ სკრინინგულად მივმართოთ გულის ეხოსკოპიის კაბინეტს, ჩავიტაროთ ეს კვლევა და დავადგინოთ გვაქვს თუ არა პათოლოგია. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე ოვალური ხვრელი, რომელიც წინაგულთაშუა კიდეში მდებარეობს და ოვალური ხვრელი იხურება უმრავლეს შემთხვევაში მაქსიმუმ 3 წლამდე. ამიტომ ეს შუილი შეიძლება 1-დან 3 წლამდე აღინიშნებოდეს და ეს არის ნორმა.